აგერ ფოთში ჩამოვედი ერთი დღე და მესამე დღეა უკვე აქ ვარ და ხვალ მივდივარ თბილისში. ჩემ ნათესავებთან ვარ სტუმრად. საოცრად ლამაზ ადგილში. ხო, დევნილებთან იძულებით გადაადგილებულ. ვარჩელები ხარ თქვენ თუ სოხუმლები, რას ეძახით თქვენ თავს? სოხუმლები, ჩამბელი. ხო, მე ვარჩელები. ხო და რაზე ვილაპარაკოთ ახლა? მე წინა ვიდეოში ვარჩიზე სადაც ვლაპარაკობდი, იქ ვთქვი, რომ ასე ზოგადად კი ვლაპარაკობ ყველა ვიდეოში რაღაც ნაწილს ვაჟღერებ ხოლმე დეოკუპაციის პოლიტიკა რისგან შედგება და ახლა მოვუყრი თავს, აი ესე ყველას ერთად გავაერთიანებ, თავიდან ბოლომდე ყველაფერს მოვყვები და 4 ვიდეო მექნება. დეოკუპაციის პოლიტიკა შედგება 4 პუნქტიდან. და 4-ვე პუნქტს ცალ-ცალკე ვიდეოს მივუძღვნი. პირველი პუნქტი არის კოლაბორაციის კანონი. მეორე პუნქტი არის უძრავი ქონების საკითხების გადაჭრის და აფხაზეთში ჩვენი მიწების რა ქვია იმ სიტყვას პრივატიზაციის პროცესის დაკანონება. და ამის ყველაფრის მერე ჩვენი ქონების ჩვეულებრივად რეესტრში გატარების ამბავი. მესამე პუნქტი თვითონ დეოკუპაცია როგორ უნდა მოხდეს. და მეოთხე პუნქტი ახალი კონსტიტუციის მიღება, საქართველოს მეოთხე რესპუბლიკის დაფუძნება. კონსტიტუციაზე მე ხშირად მithქვამს, მიხსენებია სხვადასხვა ვიდეოებში, უკვე დაწერილია 2020-ში დაიწყეს ილია-უნში ამ კონსტიტუციის პროექტის წერა. კონსტიტუციონალისტებმა ჯგუფი იყო გიგი ცევზაძეს თაოსნობით. 22-ში დაასრულეს, მე ეს კონსტიტუცია ვთარგმნე რუსულად და გავაცანე ოკუპირებულ მოსახლეობას. კონსტიტუციაზე რო ვილაპარაკებ უფრო დაწვრილებით, იქ მოვყვები ამას. ახლა რისგან შედგება და უნდა შედგეს კოლაბორაციის კანონი. კოლაბორაციის კანონით უნდა ჯერ ერთი უნდა დაიწეროს. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ეს 0-დან, ჩვენით შეგვიძლია გადმოვიტანოთ წავიკითხოთ მაგალითად უკრაინული და გადმოვიტანოთ უკრაინული და მოვარგოთ ჩვენს კანონმდებლობას, მაგრამ უკრაინაში კანონების წერის კულტურა ძალიან განსხვავდება ქართულისგან. გიგი თქვა, რომ ეს გერმანული წესი არისო. როდესაც კანონში ითვალისწინებენ, საერთოდ ყველაფერია გაწერილი, რაც კი რამე შეიძლება, რომ მოგივიდეს აზრად, რომ თითქოს კანონი ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს და მე ამის გამო კანონები გამოდის 10,000 გვერდიანი და არავის არ შეუძლია და შეიძლება კანონი ისე არსებობდეს, რომ ადამიანი არ იყოს ერთი მაინც, ვისაც თავიდან ბოლომდე წაკითხული აქვს და ზუსტად ახსოვს და იცის იმ კანონში რა წერია. ჩვენ წერთ ბევრად უფრო მოკლედ კანონები, ქართული კანონები მაქსიმუმ 10 გვერდზეა ხოლმე. ეს მე კანონების ჩვენი კულტურა და წერა უფრო მომწონს. შეიძლება უბრალოდ უკრაინული კანონიდან რაღაცა მთავარი პუნქტები ამოვიღოთ, თუმცა ესეც არ არის აუცილებელი. მოკლედ, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსზე დაფუძნებით შეიძლება თავიდან 0-დან დაიწეროს კანონი. რას ითვალისწინებს, რას უნდა ითვალისწინებდეს კოლაბორაციის კანონი? უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც იომა საქართველოს მთლიანობის წინააღმდეგ, ოღონდ არა მარტო ოკუპაციაში მცხოვრები ადამიანები, ვინც ეგრეთ წოდებული აფხაზური მხარიდან იომეს, არამედ ეგრეთ წოდებული ქართული მხარიდანაც. იმიტომ რომ თბილისის მხარესაც იყვნენ და შეიძლება უფრო მეტი კოლაბორანტები იყვნენ კიდევაც, ვიდრე სოხუმის მხარეს კოლაბორანტები. ეს მხარეები ორივე პირობითია, იმიტომ რომ რეალურად ომი მოაწყო რუსეთმა, მთავარი დამნაშავე, აგრესორი, ოკუპანტი და ის ქვეყანა, რომელმაც რეპარაციები უნდა გადაიხადოს რუსეთია, მაგრამ ჩვენთან შიგნით მოღალატეების გასამართლება აუცილებლად უნდა მოხდეს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ისტორიის ეს ნაწილი კორექტულად დავხუროთ და ხაინდრავასნაირი ადამიანები ტელევიზორიდან არ უნდა გველაპარაკებოდნენ და ჭკუის დარიგებას არ უნდა ცდილობდნენ და საერთოდ არავინ მათ არ უნდა საერთოდ ხაინდრავა ციხეში უნდა იჯდეს და სამუდამო უნდა კონდეს მის ჯილი.
აფხაზეთში ასეთი ადამიანების უმრავლესობა უკვე ცოცხალი არ არის, მოგეხსენებათ ისედაც ანუ პარტიზანული რაღაცა იმებით სპეცოპერაციებით ძალიან ბევრი მოკლულია, ჩვენი მხრიდან გმირი რომა შამათავა, რომელიც ქოცებმა ციხეში ჩასვეს და პოლიტპატი მარია უკვე 12 წელი, პირადად რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ასეთი ოპერაცია ჩატარებული და 1-2 თუ ადარჩენილი ისეთი, ვისაც ომის დანაშაული აქვს ჩადენილი დღეს აფხაზეთში. დანარჩენი უკვე დახოცილები არიან. და ვინც ვინც ჯერ ცოცხალია ისინი და ვინც ჩვენი მხრიდან მაგალითად თბილისიდან ვინც უკვე გარდაცვლილია და არ აქვს ასე ვთქვათ გავლილი ეს პროცესი არ არის ნასამართლები არასდროს ამ საკითხზე კონკრეტულად ღალატის საკითხზე სიკვდილის მერეც შეიძლება ჩემი აზრით და ჩემი აზრით გასაკეთებელია ეს პროცესი იმიტომ რომ ვიღაცები, ვინც რეალურად მოღალატეები იყვნენ, ლამის გმირებად არიან შერაცხულები. და მომავალ თაობებს ისტორია უნდა გადავცეთ სწორად და მომავალ თაობებმა ყველას სახელი სწორად უნდა იცოდეს. ეს ერთი. მეორე, მოღალატეებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ, დღევანდელმა კობახიძეებმა და ვიღაცეებმა, რომ თუ მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოესწრნენ იმას, რომ გასამართლებული იყვნენ როგორც მოღალატეები და ეს სახელი დაერქვათ, სიკვდილის მერეცელით ეს და თუ თავისი რეპუტაცია არაფრად არ მიაჩნიათ და არ ღელავენ საკუთარ რეპუტაციაზე და არ ღელავენ იმაზე მათი სახელები როგორ დარჩება ისტორიას, თავის შვილებზე მაინც და მოდგმაზე და შთამომავლებზე მაინც რო იფიქრონ და რა სახელს უტოვებენ შვილებს და შვილიშვილებს, ეს მაინც რო კონდეთ საფიქრალი. კოლაბორაციის კანონით უნდა განვიხილოთ ყველა სისხლის სამართლის საქმე. ასევე კოლაბორაციის კანონი ნაწილი, ან შეიძლება ცალკე იყოს, კანონი ლუსტრაციის. ლუსტრაციის კანონით ვისაც გავასამართლებთ, ეს ადამიანები ციხეში ჩასმული, ასე ვთქვათ, არ იქნებიან, მათ ვადები არ ექნებათ მისჯილი, მაგრამ მათ ექნებათ ეს წოდება, ნალუსტრირებული ადამიანების სტატუსი და ასეთ ადამიანმა ვერასოდეს ვერ უნდა იმუშაოს ვერანაირ სახელმწიფო სამსახურში. ყველაზე დაბალ დონეზეც კი. ვერანაირად ვერასოდეს ვერ უნდა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერანაირი მონაწილეობა. თუნდაც აი მაგალითად ვიღაცამ, ვისაც ლუსტრაციის კანონის სტატუსი აქვს, რომ უცებ მოინდომოს და თავის პირადი YouTube არხიდან რომ დაიწყოს პოლიტიკურ რაღაცაებზე მსჯელობა და მოძღვრობა, ესეც აკრძალული უნდა ქონდეს. პოლიტიკას ვერანაირად ვერც ერთი მხრიდან ვერ უნდა გაეკაროს და არასდროს არ უნდა ქონდეს ისეთი სამსახური, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე ამ კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ საერთოდ ვის აქვს ცხოვრება, ან შეიძლება ეს იყოს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილი და ამისთვის ცალკე კანონი არ არსებობდეს, რომ ვის აქვს საერთოდ აფხაზეთში ცხოვრების უფლება. ადამიანები, რომლებიც ჩასახლდნენ აფხაზეთში ოკუპაციის შემდეგ 1993 წლის 27 სექტემბრის მერე ვინც ჩავიდა და დასახლდა აფხაზეთში, მათ არ აქვთ უფლება, რომ აფხაზეთში იცხოვრონ. დეოკუპაციის შემდეგ ყველანაირი ყველაფრის გარეშე მათ არ უნდა ქონდეთ ქართული საქართველოს მოქალაქეობის მიღების საშუალება, არ აქვს მნიშვნელობა რა ქონებები აქვთ შეძენილი, რა ბიზნესები აქვთ იქ ნაკეთები დააწყობილი აქამდე, შესაძლებელია საერთოდ კანონით გათვალისწინებული იყოს ის, რომ მათ ამის ყველაფრის გაყიდვის უფლებაც არ ქონდეთ, ეს უნდა იყოს ექსპროპრიირებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ან დაზარალებული ადამიანების სასარგებლოდ მათ ეს უნდა წაერთვათ ყველაფერი და ქვეყნიდან უნდა იყვნენ გაძევებულები. ეს ეხება ყველას, ვინც 93 წლის მერე ჩასახლდა იქ და ოკუპაციაში არაკანონიერად მიითვისა ქონება.
ან ეს შეიძლება ეს საკითხი ამ კანონში კი არა, მაგრამ იყოს გაწერილი იმ კანონში, ან იმ პროგრამაში, რომელიც უძრავ ქონებას და მფლობელობის წესებს დაარეგულირებს. იქაც შეიძლება ეს იყოს. ყველა ვინც 91 წლის მდგომარეობით იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველო გამოცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, იყო აფხაზეთის მკვიდრი მოსახლე, დარჩება მკვიდრი მოსახლე, ექნება საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩადენილი რაიმე დანაშაული. თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ნაომარია, იჯდება ციხეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქე არის, მიუხედავად იმისა, რომ კოლაბორანტია მტრის. კოლაბორაციის გამო დაიჯდება ციხეში, მაგრამ მოქალაქეობის გაუქმების უფლება მისთვის სახელმწიფოს არ აქვს. კიდე რა? ანუ აი ეს ახლა ბოლოს რაც თქვი, ეს ეხება ყველას ცალკე ვიდეოც მაქვს ამ თემისთვის მიძღვნილი და ძალიან ბევრს ჩხუბობ ხოლმე დევნილების ჯგუფებში პოპულარულია ეს თემა, რომ იმათ დავხოცავთ, ამათ დავხოცავთ, იმას გავყრით, ესენი უნდა გაეთრნენ და რაღაცები. ესეთი ლაპარაკი და ეს რიტორიკა არაკანონიერია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 91 წლის მდგომარეობით ვინც იყო საქართველოს საბჭოთა საქართველოს მოქალაქე, ის არის დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე ავტომატურად. მიუხედავად იმისა, რა კანონდარღვევა აქვს ჩადენილი. კანონდარღვევის გამო დაიჯდება, მოქალაქეობა ექნება. თუ მე ახლა როგორც თითქოს ყველაფერი თქვი, რაც უნდა მეთქვა, ყველაფერი გავიხსენე. თუ თვლით, რომ რამე გამომრჩა, ან რამეზე არ მაქვს ნაფიქრი, ყველაფერი დამიწერეთ კომენტარებში. თუ ხართ იურისტები და გინდათ ამ კანონზე ერთად ვიმუშაოთ, ერთად ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, გავაკეთოთ ამ კანონზე საჯარო მსჯელობები, შემეხმიანეთ აუცილებლად და მე მზად ვარ, რომ ეს პროცესი დავიწყოთ. დამიწერეთ კომენტარები და მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული, გამთლიანებული, რუსეთი არ იქნება შავ ზღვაში. მომავალ შეხვედრამდე